ამასთან დაკავშირებით ჰერმენევტიკა იძენს კიდევ უფრო მეტ ფილოსოფიურ მნიშვნელობას. ის იქცევა მოძღვრებად ადამიანური ცხოვრების შესახებ, ანუ ერთგვარ ფილოსოფიურ ანთროპოლოგიად. ძალზე დეტალურად განიხილა ჰერმენევტიკის სხვადასხვაგვარი პრობლემები ავსტრიელმა მოაზროვნემ ემერიხ კორეტმა. დაიბადა 1919 წელს. კორეტი შეისწავლის გაგებას როგორც საზრისის წოდომას. ასეთი გაგება კორეტის აზრით გულისხმობს შინაგან გამჭრიახობას, რომლის წყალობითაც ჩვენ წვდებით საზრისს. როგორ უნდა დავასკვნათ, რომ ჩვენთვის ცნობილია ამა თუ იმ მოვლენის საზრისი? პასუხი ამ კითხვაზე შეიძლება გაიცეს მხოლოდ გაგების ცნების უფრო დეტალური გამოკვლევის შედეგად. გაგების პირველ საწყის ფორმას წარმოადგენს უპირველეს ყოვლისა სასაუბრო გაგება. აქედან გამომდინარე, კორეტი მიიჩნევს სასაუბრო გაგებას ჰერმენევტიკული რეფლექსიის საფუძვლად. კორეტთან ენობრივი გამოთქმების გაგების სისტემა შეიცავს სამი ტიპის მიმართებებს. ესენია გაგება ენობრივი გამოთქმა, გაგება სინამდვილე და ენობრივი გამოთქმა სინამდვილე. ენობრივი გამოთქმების გაგება არის მათი საზრისის და მნიშვნელობის წვდომა. საგნების გაგება არის მათი საზრისის წვდომა. მიმართება ენობრივ გამოთქმასა და არალინგვისტურ რეალობას შორის არის ერთ-ერთი განსაზღვრელი მომენტი ენობრივ გამოთქმათა საზრისისა და მნიშვნელობის გაგებისას და წარმოადგენს სემანტიკურ მიმართებას. საგნის გაგება და ენის გაგება ერთმანეთს განაპირობებს და ავსებს. მათი ასეთი ურთიერთმიმართება შენარჩუნებულ უნდა იქნას გამოკვლევის მთელი პროცესის განმავლობაში. საკუთრივ ადამიანური გაგებისგან განსხვავდება საგნობრივი გაგება. ის შემდგომში სხვადასხვანაირად არის დამოკიდებული ადამიანური გაგებისგან. გაგება არ შეიძლება შემოიზღუდოს თეორიული სფეროთი, რადგან არსებობს პრაქტიკული გაგებაც. თუ ჩვენ მაგალითად ვამბობთ, გარდა იმისა, რომ გვესმის რაღაც, ვამბობთ იმასაც, რომ ვერ ყვევით რაიმეში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიცით საგნის არსი. ვიცით მისი სწორი გამოყენება. ამგვარად, საგნების გამოყენებისას ჩვენ შევეცდებით მათი აზრობრივი და მიზნობრივი მიმართებების წვდომას. ამის შედეგად გამოდის, რომ ჩვენი გაგება დაიყვანება საგნების პრაქტიკული გამოყენების წვდომამდე. გაგების ნებისმიერ ფორმაში მონაწილეობს ადამიანური გაგება. ყოველგვარი შემეცნება, მათ შორის მეცნიერულიც, ემყარება გაგებას. გაგება არის სულიერი მოღვაწეობის საფუძველი. ჰერმენევტიკაში გაგების კვლევისას მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს გაგების სამყაროს განსაზღვრა. ბევრი ავტორი ცდილობს განსაზღვროს ამ ცნების საკუთარი სამუშაო გაგება, გამომდინარე იქიდან, რომ გაგების საყოველთაოდ მიღებული
განსაზღვრა ბუნდოვანი და მრავალმნიშვნელოვანია. კორეც ესმის გაგება, როგორც ადამიანის მიერ აღქმული, ათვისებული, შემეცნებული სინამდვილე. ადამიანის მიერ სამყაროს გაგება ყოველთვის შეზღუდულია და არასრული, გამომდინარე ადამიანური შესაძლებლობების შეზღუდულობიდან. პირადი გამოცდილების ვიწრო ჩარჩოები ფართოვდება, როდესაც მათში იჭრება სოციალური ურთიერთობები. ჩვენ სამყაროში აისახება ისტორიული სამყარო. ადამიანური სამყაროს გაგება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მას განმარტავთ ენის საშუალებით. ენობრივი განმარტება აუცილებელი ელემენტია, რომელიც მონაწილეობს გაგების ჰორიზონტის ჩამოყალიბებაში.